მოგესალმებით ყველას, მე ვარ მაგდა ემერლიშვილი და თქვენ მოხვდით ჩემ მაგდალინაზე. და დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორია ცხოვრება იმის შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენი ცხოვრების სიყვარულს. ან გვეგონა იმ მომენტში, რომ ცხოვრების სიყვარულს კარგავდით და კარიერო ეისისთან ვზივარ, ეს მიბერავზა, ამიტომ წრემლი ბროლ შემეშება თუ წავმივიდო. რომ მე ვიღაცა მარტო მცალოს არ დამბრალოს რომ კამერას ატირისო. იმიტომ რომ არ ვტირი. ხალხს ნახავთ მაინც არა, ჩემთვის თავისუფლად. როგორ შეიცვალა ცხოვრება? და როგორი გახდა ცხოვრება და რა გავაკეთა რამდენ ხანში და რა პერიოდები გავიარე. ერთ პერიოდი, როცა სამსახურში ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვიყავი, კამპუსზე რომ მუშაობდი ჯერ ისევ, მაქვს მთლიანად ბიჭების გუნდი. ვარ სულ 2 გოგო. ხანდახან მესამეც გვერდდება ხოლმე, მისი შვედეთ იყო სამსახურში. ხო და რა შევდიოდი ხოლმე, ყველა სიცილო ის იყო, რომ ბიჭები გვეუბნება ხოლმე გაშორების რომ სტადიაზე ვიყავი. იმიტომ რომ ყველაფერი იცოდა აბსოლუტურად ბიჭებთან იმდენი მქონდა ნაჭროები ჩემ თანამშრომელ ბიჭებთან ჩემ ყოფილს და ასე შემდეგ ანუ იმ პერიოდთან რომ გავდიოდით დაშორებას და ასე შემდეგ რომ პრაქტიკულად ჩემსავით იცნობდნენ ჩემ ყოფილს და მადლობა ჩემ ბიჭებს რომ გადამატაინეს ჩემ თანამშრომლებს რომ გადამატაინეს და მალაპარაკეს იმდენი ჩემმა უფროსმაც კი მალაპარაკა ხო ხვდებით ჩემმა მენეჯერმა თავარი ლიდ ვინც არის software engineer მაგანც კი მავჭროა და გეტყვით როგორ გადავიტანეთ ეს პერიოდი. პირველი 2 თვე ალბათ იყო ძირთადად გაცნობიერების პერიოდი, რომ უნდა მიმეღო ეს ფაქტი. პირველი 2-3 თვე არის ის თვეები, როცა ჯერ კიდევ გჯერა, რომ დაბრუნდებით და ერთად იქნებით. ვაი, ჩემ პატრონს. რა თქმა უნდა. და თუ ხარ ჩემნაირი ადამიანი, რომელიც რომელსაც აქვს ძალიან private ცხოვრება, თქვენ გონიათ, რომ ძალიან ბევრს გონია, რომ ყველაფერს პოსტავ, ყველაფერს ვდებ, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრ რამეს არ ვდებ, არ ვაგებინებ ხალხს, მარტო იმებს ვდებ, რაც მინდა რომ ხალხმა იცოდეს. არ მეიდება იმის თქმა, რომ პაემაზე ვიყავით და რომ ეს რა ქვია, მესამე პაემანი იყო ვიღაცასთან ამ კვირაში. სამთხურის ხოლმე. არ მერიდება ულიფოდ კამერის წინ გავლა, როცა უზარმაზარი მაისური მაცვია. არ მერიდება, რა ქვია, თმაზე 5 კილოზეთი რომ ისვია, როგორმე თმა გავიზარდოთ, კამერასთან ჩიტობა და ძალიან კიდევ ვინ დამიძახებს მსუქანს, ან ჭუჭყიანს, ან ზამენ მართლა არ მაინტერესებს. მაგრამ ამიტომ მაგებს ვდებ, მაგრამ რასაც არ ვდებ და რაც ვერც ვერ ნახავთ, არის ის, რაც რეალურად მაწუხებს. თვითონ ვიდეოები, რასაც TikTok-ზე ვდებდი და რასაც აქ ვდებდი, ძალიან ბევრი does not match იმას რეალურ timelines, როცა ვიყავი შეყვარებულთან, ან როცა არ ვიყავი, ძალიან ბევრი ვიდეო, იყო რაღაცები, რაც უბრალოდ განმეორებით დავდი, ან უბრალოდ დრაფტებიდან დავდი, მაშინ როცა ჯერ კიდე მეგონა რომ ერთად ვიყავით, იმიტომ რომ როცა გადიხარ break-ups და როცა ჯერ კიდე განადგურებული ხარ, რეალურად არ ხარ იმის მზად, რომ ეს ყველაფერი ინტერნეტში გამოიტანო და მილიონობით ადამიანმა დაგიწყოს საიწყარი რაღაცების წერა და დარწმუნებული ვიყავი, მე იმ პერიოდში ცოტ ვიყავი, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ინფორმაციის გამოტანა უფრო უარესი იქნებოდა ჩემი მენტალური მდგომარეობისთვის, ვიდრე შენახვა. ჩემი დაშორების ამბავი მარტო იცოდა ჩემმა 2 მეგობარმა აქ და ორივეს ისთვისე კავშირი ქონდა, ან შეეძლოდი თქვათ, ან რჩევა მოეცათ, იმიტომ რომ ან იყვნენ მაგის რელიგიაში, ან იგივე რაღაც დაემართათ. ამიტომ დერეჩემაც კი არ იცოდა, მახსოვს ანუ ეიდენა ბოლოს სახში დამტოვა, მაშინ როცა დავშორეთ მაინც ეხათ. ეიდენმა სახში რომ მიყვანდა დამტოვა, მაშინ ჯერ ხვაზე ხართ. როგორი განადგურებული ვიყავი დაშორების ღამეს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დედა ჩემთან იყო, ვერაფერი ვერ შემატყო საერთოდ. რა იყო და მეთქი არაფერი, უბრალოდ მოვედით პაემანი ქონდა მოვედე. დავდასტინებლად. იმიტომ რომ პირველ რიგში არ მიყვარს ჩემი პრობლემების სხვისთვის გადაბარება. ჩემთვის ეგ პრობლემა იყო, რომელიც არ მიდოდა რომ ჩემს ხსოვნა. და იმ ხრივ რომ არ მიყვარს რომ ჩემზე ნერვიულობენ. მაგრამ დაკალის სხვა ამბავი იყო. დაკალთან გავჭორავდი. დაკალმა უფრო მეტი იცოდა, ვიდრე უმეტეს რომ გაშემო. ამიტომ ჩემთვის ეგ უფრო მარტივი იყო. ამიტომ ერთი რჩევა არის რომ ყველას მოეტყვით როცა დაშორდებით. იმიტომ რომ ყველა თავის რჩევას მოგწევთ, ყველა 2 კაპიკს ჩადებს თავისი განსაკუთრებით. განსაკუთრებით დედებს გამოვიტანდი მაგედან, ვიღაცები მეტყვა რომ რას ამბობო რაღაცა, მაგრამ ქართველ დედებს მგონი ეგრევე არ უნდა მიახალოთ თქვენი დაშორების ამბავი, იმიტომ რომ არ იციან როგორ აკონტროლონ ენა. და ამას იმ ხრივ ამბობ რომ ანუ
სხვადასხვა თაობაში ვართ გაზრდილი, სხვადასხვა პერიოდში და ძალიან ბევრი რამე ჩვენთვის რაც უფრო ემოციურია, მაგათთვის ეგ არ არის. და შეუძლიათ ისეთი რაღაც თქვან იმ მომენტში, რაც კიდევ უფრო უარესად გაგხდის, მიუხედავად იმისა, რომ არ ქონათ ამისი არანაირი სურვილი, არ აპირებდნენ ამის ხმას, მაგრამ უბრალოდ ინსტინქტურად იყვნენ, იმიტომ რომ ნორმალურია იმ მომენტში და იმ მდგომარეობაში ესეთი რაღაცის თქმა. ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე ახლო დაქალს, რომელიც კარგად გიცნობთ ორივეს, ალბათ მე უფრო იმას ვეთყოდი. თუ გითხარით დედას, მაგრამ უბრალოდ ჩემ შემთხვევაში გეტყვით, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ ცოტა იქით ვთხარი, ცოტა იქით. და კიდევ უფრო ადრე ვუთხართ, რომ გვიან უნდა მეთქვა კიდე სხვათა შორის, ნანო ხანდახან. მაგრამ არა უშავს. არა უშავს. წყნარად ხნიკნი მაინც აღარ მიწევდა საფრიფერეშოში, ტირილი რომ მინდოდა. პირველი ორი თვე როგორც ხვდებით არის ის მომენტი, რომ ფიქრობ, რომ მეშველა, ანუ შევრიგდებით. გასაგრებით ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ ცოტა არ დავშორებული ვარ, დავშორეთ მეგობრებად და საუბარი იმაზე იყო, როცა დავშორეთ, რომ ცოტა ხანი მაცადე გავარკვევ რა მინდა, ვინ ვარ. მე მეგონა რომ ბოლო ფინალურ წვრთნებზე მიდიოდა, იმიტომ რომ პილოტის პროგრამაში იყო. მგონი არ წავიდა. სხვათა შორის გეტყვით. მგონი არ წავიდა და არაფერი არ გამოვიდა მაგისგან. ვიღაცა ნეგატიურს დამიძახებს, მაგრამ დაიმსახურა მგონი ცოტა. მაგრამ ამიტომ მე ვიცოდი ჯერო და დაახლოებით 98%-ით, რომ უკან დაბრუნდებოდა და ბოლო საუბარი გვექნებოდა ამაზე. მაგრამ რას ვიგებ? ერთვეს შეყვარებული ყავს. ვინ არის შეყვარებული? გოგო რომელიც ამაზე ყურებამდე იყო შეყვარებული და რომელსაც უდიდესი ქრაში ჰქონდა. და მეორე მომენტი აქ გეტყვით რაღაცას. თუ თქვენი ბიჭი ვიღაც გოგოზე უფრო უყვარს, გაუშვით. გაუშვით, იმიტომ რომ მე მგონი ეიდენი ეგრე არასდროს არ მეყვარებოდა. ეგეთი ბრმა სიყვარულით არასდროს არ მეყვარებოდა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამ გოგოს ისეთი უყვარდა როგორც იყო. ჩემს ეგ საკმარისი არ იყო. ანუ არასდროს არ მithქვია, არასდროს ეგეთი არაფერი, მაგრამ რამეს რო ვაკეთებდი, ყოველთვის ვამბდი, რომ we gotta work harder. უფრო კარგად დავიმუშავოთ. We should go to gym. We should get rich. We should move out, we should travel. ყოველთვის ვამბდი we. მაშინ როცა მე მინდოდა ეგ ცხოვრება რომ მქონდა, ამიტომ мотивაციას ვაძლევდი, რომ ჩემთან მუშაობ და სხვათა შორის პერს მუშაობდა, როცა ჩემთან იყო. მეორე სამსახური აიღო, დაიწყო სწავლა, კაპიტალი როგორ უნდა ჩადო. ძალიან დიდი გემები მქონდა იმაზე, რომ მაგალითად ორი სახლის ყიდვას ვაპირებდი და ერთში ცხოვრებას და ქვემოთ ნაწილს გაქირავებას რაღაც სპეციალური ლოუნიც კი პოვნა ამისთვის. და მოკლედ ძალიან იდეალურად დაწყებული გეგმა მქონდა, როგორ უნდა გავხდარიყავით უკეთესი. არ ვიცი მაგასთან რამდენად ხნა, იმიტომ რომ ეს გოგო უბრალოდ მად იყო შეყვარებული. ამას რო ეთქვა რომ მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ მაგას ერთხელ მითხრადი, რომ მინდა რომ მიმტანი ვიყო, როგორც საკუთარი ცხოვრების პროფესია. ანუ არც დროებითი კოლეჯის რაღაცა, არც უნივერსიტეტის სანამ ამთავრებს, ან part-time job, არა, უნდა რომ კარიერა თქონოდა. რომ თუ ეს მფრინავის რაღაც არ გამოვა, კარიერა უნდოდა. მეთქი შანსი არ არის. შეიც რამდენს გამოიმუშავებენ მიმტანები, მეთქი არ მაინტერესებს. მიმტანი არ არის საკმარისი იმისთვის, როგორც ოპერებ ჩვენ ცხოვრებას. იმ ხრივ რომ და ანუ რეალური პრობლემა არ იქნება, მგონი გვაყოფოდა, მაგრამ საქმე მაშინ რომ მე ვიქნებოდი software engineer. ეხლა AI მართლა ბევრი რამე არის, მაგრამ software engineer გამოიმუშავებს დარწმუნებული ვარ მიმტანთან შედარებით ალბათ 3ჯერ ან 4ჯერ მეტს. და ჩემი აზრით ძალიან არაკომფორტული იქნებოდა კაცო პრობლემები შექმნიდა, როცა კითხავდნენ ვინ ან უბრალოდ მაგის ძმაკაცები რო დაიწყებდნენ ხუმრობას ან მეზობლებიან ნაცნობი გარშემო, რომ ცოლი არის breadwinner. ანუ ის ვინც ყველაზე ვისაც აქვს შარვალი ოჯახში, ვინც ყველაზე მეტს გამოიმუშავებს და ასე შემდეგ და არის ოჯახი ვისაც მეტს გამოიმუშავებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი განსხვავებას ვერ ხედავ, უბრალოდ მეტს გამოიმუშავებენ. არ და ამ დროს ქმარიც კარგად გამოიმუშავებს. მაგრამ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ საათში $3 რო გიხდიან, როგორც $3-დან $6-მდე რო გიხდიან საათში, იმიტომ რომ იუტესტოში ვცხოვრობთ, როგორც მიმტანს და დანარჩენი მოდის ტიპებიდან და განსხვავება, როცა ხარ software engineer საათში გიხდიან $50-დან $80-მდე. ძალიან დიდი განსხვავება მგონი ხელფასებს შორის. რა ძალიან დიდი პრობლემაა. თან წარმოგიდგენთ, დავარსულდი და სამსახურში ვერ მივდივარ რაღაც პერიოდი. მე არ მინდა რომ ჩემი ცხოვრების სტილი და შეიცვალოს. ჩემი კომფორტის ზონა არ უნდა შეიცვალოს. არაფერი არ უნდა დამაკლეს, რაც იქამდე მქონდა, ისევ იმდენი უნდა მქონდეს.
დრამატულად არ უნდა შეიცვალოს შემდგომარეობა და მაგ შემთხვევაში შეიცვალა, მაგრამ მგონი მაგ გულს იმდენად უყვარდა, რომ მთელი ცხოვრება რომ იმტანი ყოფილიყო, მაგაზე თანახმა იქნებოდა. Whatever. შემდეგი თვეებმა როგორ გაიარა, როცა ყველაფერი გავიგე, მეწყინა. Girl. თან როგორ მეწყინა? მაგრამ იმიტომ არ მეწყინა, რომ ახალი გოგო გაიჩინა. რეალურად და უკვე ხვდებოდი 2 თვის მერე, რომ ჩვენ აზრს აღარ ვიქნებით. იმიტომ რომ graduation-ს დავპატიჟე, ჩემ graduation-ზე. და ჩემ მაშინ ქვეყანაში არ იყო, არავინ არ მყავდა, ჩემ მეგობრები ჩემზე ადრე მიდიოდნენ მაგაზე, ამიტომ ოჯახებთან ერთად მე ვახშამიან სადილი ქონდათ, დანარჩენი მეგობრები ჩემთან ერთად graduation-ზე იყვნენ, ამიტომ არავინ არ მეყოლებოდა ხალხში, ვინც ჩემთვის იყო კონკრეტულად მოსული. ასე რომ მახსოვს ცრემლიანმა გავუგზავნე, იმიტომ რომ წინა ღამეს სწავლებაზე ვიყავით და რა თქმა უნდა. I'm ცრემლიანმა დავურეკე და ღმერთო, I'm so embarrassed. და ვთხოვე რომ მოსულიყო ჩემ graduation-ს და არ მოვიდა. გახსნა, ნახა, არ მოვიდა. და მაგ მომენტში ვიცოდი რომ მეთქი всё. დამთავრდა, იმიტომ რომ არ მინდა ოდეს მე ამ ბიჭთან შვილები მყავდეს და მოვუყვე ის რომ როგორ ატირა დედა და როგორ არ ვიყავი graduation-ზე. ნუ აღარ მომიწევს მაგასთან შვილების ყოლა როგორ ჩანს. ჩემ ბოლოს ტყუილს დადი იყო რომ მეთქი I guess. წვანე თვალები ბავშვები არ მეყოლება მეთქი. ვიცოდი რომ აღარ მოხდებოდა ჩვენ, აღარ ვიქნებოდით უბრალოდ. მაგრამ რაც მეწყინა ის იყო, რომ რა სწრაფად გაიჩინა შეყვარებული. იმიტომ რომ როცა დამშორდა, ტირილი დამშორდა, მეც კი არ ვიტირე ბოლო წუთამდე, ბოლოს ავტირდი უბრალოდ უკვე სახთში რომ უკვე რა ბოლო ზუსტად რა ვიცოდი, შევაკ მანქანა გადავდივარ და всё, ვეღარასდროს ვეღარ ვნახავ ამ ბიჭს. მარტო მაშინ ვიტირე, მაგრამ იმ მომენტში როცა შორდებოდა არ მიტირია. სამაგერ თვითონ ცრემლებს ღვიდა ღაპა ღუპით. და ამბობდა რომ აკვე ჩემთვის ყველა საუკეთესო გოგო ხარ, ყველაზე იდეალური, მაგრამ I cannot disappoint my parents. ოჯახს ვერ ვუღალატებო რა, მოკლედ ჩემ გამომეთქი, okay brother. და გაუშვით ესე ბიჭი თავის გზაზე, მაგრამ ნერვები რამე მომიშალა რომ ამ ღაპაღუპით ცემნები ჩამოდიოდა, თან მითხრე კიდევაც რომ დარწმუნებული დიდი ხანია ურთიერთობაში არ ვიქნებიო. იმიტომ რომ ეს ჩემთვის ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც იყო. და ბიჭმა ცოლი მოიყვანა. ცოლი მოიყვანა, რომელ ურთიერთობაზე ვლაპარაკი, გარდა იმისა, რომ შეყვარებული გაიჩინა ერთ თვეში, თურმე. ცოლი მოიყვანა. ეგოგო მოიყვანა ცოლად. Are you kidding me? For real? და მაგაზე მომიშალა ნერვები, იმიტომ რომ ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანი იყო ეს ურთიერთობა და არ ვიყავ მზად რომ ვინმესთან მქონოდა, არ ვიყავ მზად მის რო შეყვარებული მყავდა და დღემდე არ ვარ. ანუ რამდენი დრო გავიდა, მაგრამ დღემდე არ ვარ მზად მის რო ურთიერთობა მქონდეს ვინმესთან. პლანებზე კი დავდივარ, მაგრამ რეალურად ანუ გული არავისკენ არ მიწევს. რა ვიცი და მაგაზე მომიშალა ძალიან ნერვები და მაგაზე მატკინა გული, იმიტომ რომ მარწმუნდა რომ უფრო დიდი რამე მქონდა, მე ჩემთვის დიდი რამე იყო ეს, მაგრამ ეს უბრალოდ გადა მოგვისროლა გვერდზე სანაგვეზე როგორც არაფერი. Okay? მერე დაიწყო შემდეგი ფაზა, რომელიც იყო ყველაფერი ფეხებზე მკიდია ფაზა, მაშინ როცა არ ყველას და ყველაფერზე გაბრაზებული. ძალიან ბევრი რაღაცა იყო, რაც არ ვამაყობ. არა მართალი არაფერი ამორალური არ ყოფილა, მაგრამ ყოველ საღამოს სწავლებაზე ვიყავი ერთ პერიოდი, ხან ვის რა ქვია, ფართიზე ვიყავი, ხან ვის სახლებში ვიყავი, მოკლედ. სადღი სწავლება იყო ერთს არ გამოუკლებულო, შუა გამოცდების პერიოდში, ზედიზედ გადაბმული, მაშინ როცა სხვა დროს ბიბლიოთეკაში ვიჯექ ღამის 12 საათამდე 9-ზე ბიბლიოთეკას ტოვებდი, რომ წასულიყავი სწავლებაზე. იმიტომ რომ ჩვენ გვერდზე უნივერსიტეტი ჩვენზე 2 კვირით ადრე ამთავრებს გამოცდებს. და ერთი წვეულება არ გამომიტოვია. ნუ ყველაფერს თანახმად ვიყავ, ოღონდ ტვინი გამეთიშა. ოღონდ არ მეფიქრა არაფერზე საერთოდ. მეგობრები მტოვდნენ ხოლმე, მივყავდი ხოლმე, რომ მანქანა არ მყავდა და რაღაცა პერიოდის მერე მითხრეს, რომ
და ერთი სამი კვირის წინ რაღაცა ვიცინად ვლაპარაკობთ ზაფხულზე რომ მეთქი do you guys remember it was so fun I was like I was so lost და მითხრას რომ ანუ სერიოზულად კი ვიცინთ ამაზე მაგრამ ძალიან გვეშინოდა ყოველჯერ სადღაცა რო ხტოვებდითო ძალიან გვეშინოდა სულ ფიქრობთ ანუ რა ქვია ცოცხალი გამოხვიდოდიო და ერთ-ერთჯერ წამიყვანეს კიდევაც აი სისხლი არ მინდოდა მოკლედ რა ვთქვათ ძალიან ცნორ პერიოდთან ანუ ჩემთვის ვეუბნები რომ მეთქი მე ხადავები it's embarrassing ანუ მართლა ისა რა ქვია მართლა მწვანია მეთქი რომ კაცის გამო ხო ხდებით RIP like ძალიან მეთქი სირცხვილი აი ამდენი რამე გავაკეთე ადამიანმა ცხოვრებაში და კაცის გამო როგორ მომკვდე მეთქი მარტო ეგაზრი მიჭერდა მგონი მართლა მეტი სხვა კი არაფერი მეთქი უბრალოდ სირცხვილია მეთქი როგორ შეიძლება ეს რაღაცებზე ფიქრო კაცის გამო მეთქი კაცის გამო ქალის გამოც კი არა კაცის მესმის ქალი მაინც ყოფილიყო მაგრამ არა კაცის გამო ფიქრობდი RIP-ზე და რაც ჩემთვის დიდი ამბავი იყო იმიტომ რომ სულ ორი ბიჭის მქონდა ნაკოცი ცხოვრებაში ეიდენის და ეიდენის წინ ერთისთვის რომელიც მაშინ მეგონა რომ მიყვარდა იმიტომ რომ პირველი კოცნა იყო და 22 წლის ვიყავი ოკეი 22 წლის ვიყავი 22 წლის ვიყავი 22 წლის ვიყავი პირველ ბიჭს რო ვაკოცე 22-ის ხო საროყო კი რამდენი მე 2 წელი გავიდე ზუსტად იმ დღეს შევხვდი კალყამ და ფილმს უყურებდით ერთ ფრენდ გრუპში გავიჩნდეთ უკვე ბოლო პერიოდში რა და მე თვითონ შენ დაბადების დღე არ გაქვს ახლა კიო აი ასე ხარ ძენზე შენ დაბადების დღეზე შევხვდი კიო რა ქვია 22-ის რო ვიყავიო მეთქი 2 წელია უკვე გიცნობ 2 წელზე მეტია უკვე რაც ბიჭს ვიცნობ თურმე მაგრამ აი ესეთი ხო იყო პერიოდი როცა მინდოდა რომ რაღაცა მტკენოდა სულ ერთი იყო ეს ფიზიკურად მეტკინებოდა რაღაცა სულიერ მეტკინებოდა მინდოდა რაღაცა მტკენოდა რო ის ტკივილი რაც მქონდა იმისგან რომ საყვარელი ადამიანი დავკარგე რამით გადაფარული იყო მაგრამ ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე იმიტომ რომ ბევრი ერთერაფერი იყო გასაკეთებელი რომ რაც საკმარის იყო რაღაცა ხო დაუშავე მაინც ჩემ თავს რაღაცა მხრივ ხო მაინც დაუშავე ეს იყო შიმშილი თუ არ ვიცი რაღაცები ან ემოციურად დაშავებას უნდათ სპეციალურ რეთლაგებთან მივიდოდი პაემაზე რომ მეთქი დამკოსთონ და ნერვები მომეშალოს და ვიტირო რომ საკმარისად კარგი არ ვარ იმისთვის რომ დამკოსთეს მე დაიწყო ბედნიერი პერიოდი რაც ვეძახით I can do so much better მაშინ როცა გონიო რომ ყველაზე კარგი რაღაც იყო რიცხვებში მოგიდა რომ ფეხებზე კიდია მაგრამ რეალურად არ კიდია მაგ ეპიზოდის მერე დაიწყო ისევ მენატრევა ეპიზოდი და მაგ ეპიზოდის მერე უკვე მოვედით იმ მომენტამდე როცა ყველაფერს უფრო გაანალიზებლად ვუყურებთ უფრო მეტ რაღაცას ვწონი ორივე მხარეს ვაანალიზებ და უფრო ვფიქრობ რა კარგ რაღაცებს ვწერ გონებაში რა მოხდა ჩემ თავს იმის შემდეგ რაც დავშორდით და რამდენ რამეს ვერ გამოვცდი კარგ რაღაცებს ეს რო ყოფილიყო პირველი რაც არის კარიერა ჩემი აზრით კარიერის მხრივ უფრო უკეთესად მივდივარ იმიტომ რომ ვიღაცა დამოკიდებული არ ვარ ეიდენ რომ მყავდა ცოტა არ იყოს მოვძუნდი ისეთ შეგრძნება მქონდა რომ არ მჭირდებოდა არაფრის დაჭერა არაფრისთვის გაქცევა არაფრის კატასტროფული მიღწევა იმიტომ რომ ეიდენ მყავდა ამიტომ არაფერი მჭირდებოდა და თან მეთქი ანუ რო დავქორწინებდი უფრო მარტივი იქნება მეთქი ამერიკაში უცხოელი აღარ ვიქნები პრაქტიკულად ამერიკაში ცოლი ვიქნები ანუ სამსახურო უფრო მარტივი იქნება მაგრამ ეხლა უფრო უკეთესად ვსწავლობდი მაგის მერე და უფრო მეტად ვსვებდი რომ საკუთარი კონექშენები მქონდა ანუ იმდენად კარგად წავიდა საქმე რომ ინტერნშიპები ცალკე და კიდე CEO ერთ-ერთი კომპანიის CEO პირადად გამიწია რეკომენდაცია თავის კომპანიაში და ისე შეენდიშინა თავის chief operation officers რომ ამ კაცმა რო გაუგზავნა ჩემი რეზიუმე ამ თანამშრომელმა დამირეკა მესიჯი მომწერა და იმეილიც დამიტოვა და ეხლა ხან სულ დღეს მქონდა მაგაზე ზარი კიდევ ერთ დამიტოვა რაღაცა ვიპოვნეთ შენთვის ой მაინტერესებს თუ გაინტერესებს ეს სამსახურიო და მეთქი არა ეგ სამსახური არ მაინტერესებს იმიტომ რომ ხელფასი იყო ძალიან დაბალი 50000 შემომთავაზეს წელიწადში $50000 წელიწადში რომ ნიუ-ჯერსიში გადავიდე
მეთქი ხმასი რამდენია და 50000-იო რომ მითხრა მეთქი ია ბარი არა მეთქი შანსი არა 50000-ად სახლიდან ონლაინენც კი არ ვიმუშავებ მეთქი ნუ შეიძლება მეთქი შეიძლება თუ კაი ბონუსები ქონდა მაგრამ 50000-ად ნიუ-ჯერში ფიზიკურად ყოველდღე in person სამსახურში წავსულიყავი შანსი არ არის მეთქი იმიტომ რომ როგორც ინტერნი, როგორც სტაჟიორი უფრო მეც ვაკეთებ მეთქი სტაჟირებაზე, ვიდრე თქვენთან full time-ზე რომ მოვიდე მეთქი. იმიტომ რომ საერთოდ არ იყო სამსახური, ისეთ highly technical dresses skills მაქვს. ასე ხართ? ისეთ მდგომარეობაში რომ შემიძლია უკვე ხალხს უარი აქეთ უთხრა. პირველი იყო რომ კარიერის უფრო უკეთესად გამოვიდი. მეორე ის რომ იწყებ ადამიანთან შეხვედრას და ხვდები რომ ჯობნი არ დაილევა. იმიტომ რომ ჩემი აზრით ეიდენთან შედარებით უფრო უკეთეს ბიჭებთან ვიყავი პაემანზე წასული, რაღაცები არ გამოვიდა. იყო შემთხვევა, როცა აი ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც ძალიან კარგი ბიჭი იყო, რომელიც მომეწონა სხვათა შორის, კარგად წავიდა. ალბათ შეიძლება ერთად დავრჩენილიყავით, უბრალოდ ჩემი გასვენიდან ორ კვირაში მთელი ზაფხული წავიდა ვაშინგტონის შტატში და ისე მოხდა, რომ იქ კომისიას გაიგო, რომ მაგის სკოლარშიპი, რომელიც იყო მთლიანი 100%-იანი, ყველაფერს ფარავდა თავის უნივერსიტეტმა, რომელიც ჩვენ გვერდზე უნივერსიტეტი იყო, მთლიანი შეწყვიტა. და ამან თქვა, რომ ვეღარ მოვდივარო. არაფერი მოვა, ანუ ერთ კვირაში ვაპირებ უკან ჩამოსვლას, რომ უბრალოდ ჩემი რაღაცები ბინიდან წამოვიყო, მაგრამ ჩვენთან გადმოვდივარ უნივერსიტეტში ვაშინგტონშიო, იმიტომ რომ in-state tuition და უფრო მეტი დაფინანსებაც შესთავაზეს. ამიტომ გადავიდა. ვიღაცებთან უბრალოდ მივხვდით პლუსი იყო კიდე რომ მალე couple არ გამოვიდი არავისთან და შეყარებული არა. ორ-სამ კვირაში გავაცნობიერეთ, რომ იცი არ არის რაღაცები, რაც დიდი პრობლემა იქნება მომავალში და მოდი არ გვინდა გაგრძელება. ეს იყო რელიგიური ან მომავალში რა გვინდოდა რამე და თავიდან მივხვდით რომ იცი რა კარგი გოგო ხარ, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ აი ეს ვიცი რომ deal breaker იქნება მომავალში და მოდი არ გავაგრძელოთ. უბრალოდ შეყვარებულობიდან არ ვითამაშეთ იმის გამო რომ მოწყენილები ვიყავით ან სიყვარული გვჭირდებოდა. და ჩემი აზრით უფრო მეტად ვისწავლე dating როგორ უნდა ქნა. იმიტომ რომ დიდი გამოცდილება არ მქონდა ამასთან შედარებით და ძალიან ბევრი შემთხვევაში როცა გამოცდილება არ გაქვს, მიდიხარ dates და გონია რომ ეს ბიჭი უნდა იყოს შენი ცხოვრების всё, პირველივე dates უნდა მოეწონო, უნდა შეუყვარდე და როცა არ უყვარდები და ეგრევე არ მოწონხარ, გონია რომ ბიკეშება, რას ქვია? არ ხარ უკვე obsessed with me. Like what do you mean? და ჩემ ეს აგერ ძალიან დიდი პრობლემა და ერთი პლუსი რაც აქვს იმას რომ უფრო მეტი შანსი მქონდა რომ date around იყო ის რომ ბევრი რამე ვისწავლე ჩემზე უფრო კარგად ჩამოვაყალიბე მომავალში რა მინდა როგორი ოჯახი როგორი შეყვარებული როგორი ქმარი როგორი მომავალი ზოგადად და ჩემ ეს სწავლობ როგორ გააკონტროლო კიდე საკუთარი ემოციები და როგორ იყო უფრო ნაკლებად attached ძალიან ბევრ რაღაცას და ადამიანებს ზოგადად. იმიტომ რომ არ არის ნორმალური, როცა ერთი კვირის გასვლა ადამიანთან გინდა რომ ყოველ დღე ნახო, რომ ყოველ წუთი ელაპარაკო და ყოველ 5 წუთში მესეჯები გზავნოთ. მეორე იყო ეგ ძალიან კარგი რაღაც. მესამე ის რომ ძალიან ბევრი რაღაც გამოვცადე, რაც მეგონა რომ სულ მინდოდა, მაგრამ ის რომ გათხოვილი ახლა არ ვარ 20 წელსაკში და ყველაფერი ის გავსინჯერის გაკეთებას მინდოდა, მივხვდი რომ ძალიან ბევრი რამე არ მომწონს, ამიტომ არაფერს არ ვაკლდები. მაგალითად, სულ მეგონა რომ ვიყავი ძალიან დიდი party animal, რაღაცა სულ მინდა რომ მეთქი, ანუ მინდა რომ ახალგაზრდა მინდა რომ ერთი კლუბიდან მეორეში გადავიდე, მეორედან მესამეში მინდა რომ ბარიდან მეორე ბარში, მესამე ბარში მინდა რომ flirt with people, მინდა რომ რა ქვია random რაღაცები side quest-ები ქნა, მაგრამ ის რომ გათხოვილი არ ვიყავი და ის რომ არ შეყვარებული არ მყავდა და შემეძლოს ყველაფერი გამეკეთებინა, ამ ყველაფერმა დამარწმუნა რომ რეალურად არ მიყვარს. კლუბში 4 დღე ვიყავი მაიამიში, ერთი ღამე გავედი. ერთი ღამე გავედი, მაგის მერე აღარ, მე დანარჩენი 3 დღე ვცდილობდი რომ recovery მქონოდა ამ ერთი ღამისგან. იმდენად დაღლილი და განდგურებული ვიყავი ამ ერთი night out-ის მერე. და რეალურად რო გავთხოვილი იყავი, ხო, ეხლა მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრში ვიქნებოდი, რომ ვიცი რა, რატო არ ვქენი თავის დროზე? მინდა. მაგრამ ეხლა რა ვქენი უკვე ვხვდები, რომ არ მინდა რეალურად. არც დედ side quest-ები მომწონს, არც დედის ან ერთხელ შეიძლება თვეში, მაგაზე მეტი I'm old. I cannot do that. Okay? No. ერთი ეგ ძალიან მეოთხე კიდე ის არის რომ მარტოობამ და ცოტა ხანი კიდე dating-ის შეწყვეტამ ზოგადად ერთ პერიოდი საერთოდ მეთქი ხალხი რომ წერა რა no do you want to go out or something like ბიჭები ანუ slay რომ ჩემი ინსტაგრამზე რომ შემოდიოდნენ და წერდნენ რაღაცას მეთქი არა მადლობთ ეხლა I'm not dating anyone მეთქი იმიტომ რომ მინდოდა რომ
ეს მთელი ენერგია, რაც მქონდა ჩამედო ახალი ჰობის სწავლაში, მინდა რომ უფრო მეტი დაქალი გამეჩინა და უფრო მეტი რაღაც გამეკეთებინა სახლის გარეთ გოგოებთან ერთად. მაგალითად, დავიწყე პურის ხოვა. თქვენ გონიათ რომ პურის ხოვას რა უნდა ჩაყარე მარილი, შაქარი, ფქვილი რაღაცა წყალი და всё, მაგრამ მე ვაწყობ sourdoughs, okay? ჩემი ნატურალური sourdough starter-ისგან, რომელიც არის ნატურალური დროჟი, ასე ვთქვათ. ან დროჟი და ცხიმი აღარ სჭირდება ჩემ პურს და უგემრიელესი გამოდის უბრალოდ, უგემრიელესი. დავიწყე ქსოვის სწავლა, ოღონდ ქსოვი კი არა, crocheting. მაგის სწავლა დავიწყე. კაია. ასევე დავიწყე დოქტორანტურის გამოცდებისთვის სწავლა. ცოტა low key და like აკაიქ მაგრამ ხან წლობხან რა. ასევე მინდა გავწყვეტე სწორ დრო დავუთმო რომ ესპანური ვისწავლო. იმიტომ რომ ადრე ვსწავლობდი, მე მივაგდე და ეხლა მინდა რომ თავიდან დავიწყო. და მეგობრები რაც შეეხება, მინდა რომ უფრო მეტი გოგო დაქალი გავიჩინო, ამიტომ სხვა ჯგუფში შევედი, სადაც ხალხს უბრალოდ წედი რომ guys like if you want to do anything girls like you know hike or something. ამიტომ ჩემი ხუთშაბათის პარასკევის საღამო, შაბათის საღამო კვირა აღარ არის დაკავებული იმით რომ you know what შეყარებულთან ერთად უნდა გავატარო ეს რომ ანუ აღარ მეცეს ამიტომ შემიძლია გოგობთან ერთად წამეწავიდე. ჰაიკზე წავიდეთ მაგალითად დილადრიან, ან ღამით დავიწყოთ ჰაიკი და გამთიად შევხვდეთ სადმე მთის მწვერზე. ამიტომ მაგხრივ ძალიან კარგი იყო. შეიძლება მგონი ეს პლუსები მაქვს რაც აღმოვაჩინე. თავარი კითხვა მივტირი თუ არა ისევ? არა. იყო პერიოდი რომ მართლა მივტიროდი, განსაკუთრებით მაშინ როცა მეგობრებთან ერთად ვიყავი, მაშინ იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო და ჩემ ბედნიერება გაეწერებინა. იყო მომენტები როცა მარტო რო ვიყავი, მაშინაც ვტიროდი. იყო პერიოდი როცა დარბაზში ვიყავი, პლანკაში ვიდექეს და ვტიროდი უბრალოდ, ცრემლები ჩამომდიოდა. მაგრამ მენატრება ახლა თუ არა, როგორც კაცი არა, ერთ პერიოდი როგორც მეგობარი ისე მენატრებოდა, მაგრამ მე როგორც მეგობარიც აღარ მენატრებოდა, იმიტომ რომ გაცნობიერებამ დამარტყა თუ რამდენად მათქინა ამ ადამიანმა გაცნობიერებულად. და ხვდები რომ არც ერთი მეგობარი, კარგი მეგობარი ამას არ მიზავდა. ამ ადამიანს მართლა რომ შეყვარებული არ გაეჩინა, მართლა რომ საკუთარ თავზე ემუშავა და უბრალოდ რომ you know სამეთქთვის მე რო თქო რომ იცი უბრალოდ ანუ ვიმუშავა მოვიდი გავაცნობიერ და მინდა რომ ამ ცხოვრებაში დავარჩე, მინდა რომ ეკლესიაში ვიყო. მიტყოდი რომ okay, გავიგე, ანუ მართლა წახვედი, მართლა იმუშავე, მართლა გაშორდი შენ ოჯახს, მეც და მართლა მიიღე გადაწყვეტილება ცივი ტვინით. არა. ამ ადამიანს თან ერთ პერიოდი მახსოვს იყო მომენტი, როცა ვთხოვე რომ დამშორებლებულიყავ. მეთქი, მიდი. თუ გინდა მიდი ახლა მითხარი, დავშორდ ეხლავე, სანამ ადრეა ჯერ კიდე. არაო. მითხარ არაო, არ ვიცი რა დამემართა იმ საღამოსო, არ ვიცი რატო დავიწყე ამაზე ფიქრიო, მაგრამ არაო, ვიცი რომ შენ მიყვარხარ და არ მაინტერესებს ოჯახს აზრიო. არ და მაშინ მივეც შანსი. მახსოვს ერთხელ ლაპარაკიც მქონდა იმაზე, რომ მეთქი ჩემი ყველაზე დიდი შიშები რა ქონდა, ჩემი ყველაზე დიდი შიშია იმან მითხრა, რომ აი ისე რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს, ან ჩვენი ურთიერთობა. მე ვუთხარ რომ მეთქი ჩემი ყველაზე დიდი შიში არ არის ეს მეთქი, იმიტომ რომ ჩემზე ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც გადავიტანე, რამაც უფრო ძლიერ ადამიანი მაქცია და ალბათ შევეცდები ეს ყველაფერი გადავიტანო მეთქი რა, იმიტომ რომ ჩემი ყველაზე დიდი შიში იმ პერიოდში იყო რომ წარმატება არ მიმაღწია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოელის ამას ჩემგან და ძალიან ბევრი responsibilities მაქვს, ძალიან ბევრი ადამიანის წინ. და ამიტომ ჩემი თავში იმ მომენტში ეგ არ იყო, უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე და უფრო survival რაღაცებზე უნდა მეფიქრა. და მაშინ მითხრა რომ you're not attached enough. უფრო მეტად უნდა შეგაყვარო თავიო. და ამ ყველაფრის მერე რა მიქნა? ამიტომ აღარც მეგობარი აღარ მენატრება. უბრალოდ ყოველთვის არის რაღაცა პატარა დარდი. რაღაცა დარდით არის ჩემ გულში დარჩენილი, რომ არასდროს ანუ ბევრს გვინახია TikTok-ზე ვიდეოები რო გადის გარშემო, რომ like I'll never be 16-year-old in love with the boy, like you know რაღაც აიგეთ მომენტი მაქვს, რომ ზუსტად ვიცი კიდე შემიყვარდება. იმედი მაქვს ამ ვიდეოს ვნახავ სადღაცაზე 10 წელიწადში, როცა უკვე საყვარელი როცა უკვე რაღაც ჩემ საყვარელ ადამიანს ვიპოვე. და იმედი მაქვს შვილები რომ ეყოლება. ამ ვიდეოს გადავალებ და გავიცინებ, მაგრამ გულში რაღაცა პატარა ტკივილი მაქვს იმ ხრივ, რომ
არასდროს აღარ ვიქნები ესე უსომოდ თავდავიწყებით ყველაფრის გარეშე უბრალოდ შეყვარებული პატარა გოგო. იმიტომ რომ ჩემს პირველი სიყვარული იყო იმის გამო რომ არასდროს არც პაემნები არ მქონია, არც პირველი სიყვარული არ მქონია, იმიტომ რომ არასდროს მართლა ბიჭი არ მომწონებია და არასდროს შეყვარებული არ ყოფილვარ. უმეტესობა ადამიანებმა ეს ყველაფერი გაიარეს 16, 14, 17 წლებში, რომ თვითონ თინეიჯერები იყვნენ და რაღაცა სკოლის სიყვარული ან ბაღის ან რამე ან ბაღის ჯანდაბაში კი ან უბანში ვიღაც შეუყვარდა და ნუ ყველას ქონია რაღაც ან კრაში ან რამე და ბიჭმა ყურადღება არ მიაქცია ან პირიქით ხვდებოდნენ ერთმანეთს რაღაც პერიოდში და ბოლოს დაშორდნენ რაღაც კიუნეული დაშორება ქონდა მაგრამ მე გარ მქონია ამიტომ ეს ყველაფერი განვიცადი 22 წლის ასაკში 23-ს ვიყავი უკვე და უბრალოდ რაღაცნაირი გრძნობა არა რომ ესეთი უბრალო და თან აზრიანი სიყვარული რატომღაც მგონია რომ აღარასდროს აღარ მექნება. არასდროს ესე არ ვიქნები ესე უაზროდ შეყვარებული. არც ვიცი სიტყვები როგორ ავხწერო, უბრალოდ აღარ ვიქნები პატარა გოგო, რომელსაც სუფთა გულით უყვარდა ადამიანი. შეხვედრის წუთიდან ვიცოდი რომ ეიდენი იყო ჩემი ბოლო. შეხვედრის დღიდან ვიცოდი, იცით რატო ჩვენი პირველი პაემანი იყო? არ ვიცი რამდენი საათი. შუა დღის 3-ზე თუ 4-ზე მომაკითხა და სახში მივედი დილის 5 საათზე. რას ვაკეთებთ ცით ბოლო 5 საათი? ქალაქში ვსეირნობდი და ვლაპარაკობდი. პირველი 2 საათი ვსეირნობდი და ვლაპარაკობდი და დანარჩენი 3 მანქანაში ვიჯექით და ვლაპარაკობდით. არასდროს არ მინახე ადამიანი ვისაც შეეძობრო ვერ წამდი როგორი აღფრთოვანებული მიყურებდა ეს ადამიანი. და ყოველთვის როცა ნერვები მეშლებოდა იმაზე თუ რა დაგვემართა როგორ დავშორდით. ან როცა ვფიქრობდი რომ მეთქი არა უშო დავშორდ ხო სულ იმ მომენტზე ვფიქრობდი პირველ დღეს რო შევხვდით. იმ ღამეზე ვფიქრობდი როგორი აღფრთოვანებული მიყურებდა როცა გაუჩერებლად ვლაპარაკობდი. და ძალიან მეტკინა იქ იმიტომ რომ არასდროს ჩემთვის ეგრე არავის არ შემოუხედია. ჩემი თავისთვის არ შემიხედია არასდროს ეგრე აღფრთოვანებული როგორც მიყურებდა. და ყველაზე ის რაც არავინ არ ლაპარაკობს და enough credits არ აძლევს ეს რამდენად თუ შეფასებას რამდენად გიმაღლებენ და რამდენად გისწორებენ საკუთარ თავზე აზრს, კარგი შეყვარებულები და ისევე როგორც შენ ურთიერთობა საჭმელთან. იმიტომ რომ ის პერიოდი როცა ეიდენს ხვდებოდი, ერთ-ერთი პერიოდი იყო, როცა კომფორტული ვიყავი ჩემს ხეულში, კომფორტული ვიყავი საჭმელთან და პირველად ალბათ იმის მე რაც 15 წლის ვიყავი, პირველად ცხოვრებაში ისე ვჭამდი საჭმელს, რომ არ შემიხედია საჭმლის როგორც ციფრებს. არ მიფიქრე იმაზე, რომ ვაიმე რას მიზავს ახლა ეს ერთი კოვზი. ღამით ვჭამდი რაღაც აი უზარმაზარ თებს ეიდენთან ერთად საჭმელს და მივიდოდი დასაძინებლად როგორც არაფერი. მაგრამ მაგ გადავხვდეთ, ჩბოდის ჩემი ADHD acting up. სერიოზულად. და არავინ არ გადაურჩება ლოცვას, ღმერთო ჩემთვის თუ არ არის გააკრა ჩემი ცხოვრებიდან, თუ ჩემთვის არის დაეტოვე. იმიტომ რომ როგორც კი თუ მართლა გჯერა და როგორც კი ამ ფრეიერ სიტყვით დარწმუნებული იყავით რომ თქვენი ცხოვრებიდან გავა, იმიტომ რომ არასდროს ამდენ მთელი დეიტინგის მანძილზე არ გამიელვია ეს აზრი და არ მიფიქრია ეს, მაგრამ აი ყველაფერმა რა უკვე ცოტა ძალიან რომ შორს წავედით იმ ხრივ რომ ძალიან ყოველდღე ვლაპარაკობთ ქორწილზე. ყოველდღე ვახსენებთ ოჯახს. და როცა ძალიან მიყვარს და მე ვხვდები როგორ მეტკინება და შორება და ყველაფერი მაშინ იყო რომ პირველად ვილოც რომ მეთქი ღმერთო თუ ჩემთვის არ არის წაიღე ჩემი ცხოვრებიდან. თუ ჩემთვის არის გეხვეწები ყველაფერი იქნე მეთქი რომ ერთად დავრჩეთ. ზუსტად 3 დღეში გაქრა ეს დემენი ჩემი ცხოვრებიდან. ზუსტად 3 დღეში. ამ ლოცვიდან. და ჩემი ყველაზე დიდი nightmare, რაც მქონდა ძილის პერიოდში, ეს იყო, რომ ჩემი კოშმარებში ერთად ვიყავით. და რეალურად კოშმარი ის კი არ იყო მაგასთან რომ ვიყავი, ამეთ რომ გავიღვიძებდი და რო ხდებოდი, რომ სხვა რეალობაში ვართ. და ყველა ეს საშინელი შეგრძნება იყო. მაგრამ ენდად ღმერთის გეგმას. ძალიან რელიგიური არ მინდა ჩავტიო, მაგრამ ეს იყო ჩემი ცხოვრება, ეს იყო ჩემი სიყვარულის ისტორია. და ეს იყო რეალური გრძნობები. და ძალიან ხშირად მეკითხებიან,
როგორ დაივიწყე, როგორ გადალახე. მთელი ეს 4 ციკლიანი დრო გამოვიარე, მაგრამ ყველაზე დიდი ვარიანტი იმის, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ყველაფერი წინ წახვიდეთ ცხოვრებაში არის, რომ უნდა იყო ძალიან დაკავებული. უნდა იყო დაკავებული. ყველაფერი მოდის, ყველა დებილობა ცხოვრებაში მოდის იმისგან, რომ ზედმეტ ბევრი დრო გაქვს შენ ხელში. და არაფერს არ აკეთებ და არაფასებ იმ დროს რაც გაქვს. ჰობი დაიწყე, ქსოვა ისწავლე, ცხობა დაიწყე, ძვირია პროდუქტი, სირბილი დაიწყე. ხალხს გონია რომ სირბილი ძალიან მარტივია, მაგრამ ნელ-ნელა უნდა დაიწყო, უნდა გეგმა შექმნა, უნდა ასე, შემდეგ ისე, არ ვიცი, იოგით დაკავდი. ახალი მეგობრები გაიჩინე, ლაშქრობა დაიწყე, საკუთარი თავი გაიცანი მარტო. როგორ არის მარტოობა? კარგი, ოღონდ დაკავდი რამით. ახალი წიგნები წაიკითხე, წადი სადმე გარეთ გადი. შენი ახალი წიგნი აქ ბიბლიოთეკაში წადი წიგნი აიღე, ფული არ სჭირდება მაგას. დაჯექი სადმე, ბაღში, სკვერში, სადმე, ტყეში, წაიღე პლედი. დაჭიქი და წაიკითხე. შეიერთე ყურსმენები წაიკითხე. წადი სადმე მოხალისეთ. ან ბავშვთა სახლში, ან თავშის საფარში, ან ცხოველთა თავშის საფარში, ან მოხუცებთან. დააკავდით რამით. და იტირე, ღმერთო, იცით რამდენი უნდა იტიროთ? ყველა საშინელება არის, როცა არ ტირი ხარ და ყველაფერს ინარჩუნებ. წადი და იტირე. იმდენი იტირე, როცა სატირო ცრემლება. სერიოზულად, პირველი პერიოდი იმდენს ვტიროდი, რომ ერთ პერიოდი თვალმა დამიწყო ძალიან ტკივილი რაღაც პერიოდის მერე, ანუ თვალებს ვერ ვახელდი რაღაც პერიოდიდან, იმ დღეს ნატირალიც კი არ მქონდა. თვალებს ვერ ვახელდი უბრალოდ. თვალები სულ მეწყოდა, ვიბანდი კიდევაც რაღაცაც, რაღაცა თეთრად ხედავდი შიგნით და ანუ მეთქი რა ხდება, ბრმავდები? ეგემთან მივედი და უბრალოდ იმდენი ხანი და იმდენი მიტირია ის პერიოდი, რომ უკვე ტირილი რომ შევწყვიტე რაღაცა დღეების მერე და რომ უკვე ოდნავ უკეთ გავხდი, ხო? ჩემი თვალი ვერ ეგუებოდა ნატურალურ დონეს ტენიანობის. იმდენი მქონდა ნატირალი. და რაღაცა პერიოდი, მაქვე ხანდახან 1 საათი მიწევს სამსახურში როგორ შობის შეჩერება, ნუ სახნა მუშაობდი კიდე კაი მაინც და უბრალოდ ანუ თვალს ვერ ვახელდი, ისეთ მეწყოდა თვალები. ამიტომ იტირეთ შველის ხალხში ტირილს რაც შეეხება, ანუ ხალხი რო სახალხო დრო ტირის ტიკტოკს და რამე და მეც რომ აბრალდნენ მაგას. მე მქონდა რამოდენიმე ვიდეო ჩამწერე ჩემი ტირილის და ეს იმის არ იყო რომ მე დამედო ეს იმისთვის იყო რომ შემეხედა და მენახა ჩემი თავი დღეების თვეების მერე ასევე იყო რომ ჩემი ვიდეო დღიური შემენახა იმის გამო რომ დაქალი არ მყავდა რომ ვინმესთვის მეთქვა რომ ვინმესთან მეტია და არც ხრი მქონდა ვინმესთან მეტი და კამერის წინ ვტიროდი და ვლაპარაკობდი იმაზე თუ რა მაწუხებდა იმ მომენტში ყველაფერი ისიც თქმაც მინდა რომ ჩემი შეყვარებულის მეთქვა რომელიც დამშორებაც გული მატკინა ყველაფერს ვეუბნებდი კამერას ტირილით იმიტომ რომ ჩემთვის კამერა იყო იმ მომენტში ეიდენი და ვტიროდი ვიწერდი მყოფს და ეხლა ვუყურებ რა იმ მომენტებს და ვფიქრობ რა ანუ რა კარგი დრო გავიდა იმიტომ რომ მე ის ადამიანი აღარ ვარ ეგრე ნამდვილად აღარ ვიტირებ. აღარც მაგაზე მედი არც სხვა კაცზე არასდროს. ბიჭზე. კაცამდე ბევრი უგულაჯა. მაგრამ აქვს პოტენციალი რო რავე, მართლა აქვს, სულს ვერ ვიდგე. თუ იშრომ საკმარისად. ამიტომ ტირილი მართლა შველი ხალხო. და ვინმე თუ ხართ ოჯახის წევრები, ან რამე, ოჯახის წევრებზე ვერ დედები თუ უყურებთ ამას, რომელიმე შვილის, დაანებეთ თქვენ შვილს თავი. შვილი როცა გადის ბრეიკაპს, ხო, დაანებეთ თავი. ნუ დაუწყებთ ზედმეტი კითხვების დასმას, ნუ შეეცდებით გაარკვევთ რა ხდება, ნუ დაამატებთ ნავთს ცეცხლზე და იყავით განსაკუთრებით ფრთხილად სიტყვებთან. იმიტომ რომ იმ მომენტში თქვენ სიტყვას შეუძლიათ გული გადასეროს, გეგონებით დანადაარჭეს უბრალოდ, იმიტომ რომ გქონდა ეგ მომენტი გავიარეთ მე და ჩემმა. და ჩემი აზრით დაქალებთან ლაპარაკი ძალიან შველი ამ ყველაფერს და რამოდენიმე ვიდეო მაქვს ნახი, რომ იცი რა როცა ცდილობ რომ მეგობართან რაღაცა დრო გაატარო, მაგრამ ეს მთელი რაღაც პერიოდი მაგის თავის ყოფილზე ლაპარაკობს. ძალიან ცუდ მოხდა ეგ თვალში. ეგ ტიკტოკი რო ნახე, იმიტომ რომ ერთ დრამაც მიშველა ის იყო უზომოდ დაუღლელად ლაპარაკი ყოფილზე ჩემ დაქალებთან ვინც იცნობდნენ ამას. და ჩემთან მშრომელ ბიჭებთან. მართლა ძალიან დამეხმარა, იმდენი ვილაპარაკე და მადლობა ამის გამო ჩემ დაქალებს, აი მართლა დიდი მადლობა, რომ იმდენი მალაპარაკეს და იმდენი დამიჭერს მხარი, რომ მართლა უკვე ფეხებზე მეკიდა ბოლოს. ძალიან დიდი მადლობა და
ყველას თავისი სტილი აქვს ამაზე, ალბათ ზოგიერთ თქოს რა არის ეს ნორმალური, ვიღაცა ითქოს რა არაო, მაგრამ მე ამან მიშველა, ჩემს ეგო კარგად და მადლობა ჩემ დაქალებს იმისთვის, რომ არსებობენ და დამეხმარნენ ესე. ხო? სულ ეს იყო. რამე კითხვა თუ გაქვთ, კომენტარებში დამიწერეთ, სევანორი გიპასუხებთ. დიდი მადლობა რომ მიყურებდით, დაალაიქეთ, დამაფოლოვეთ და არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. რამე თემაზე თუ გინდათ საუბარი, კომენტარებში ეგეც დამიწერეთ. დიდი მადლობა რომ მიყურებდით. აბა კარგად.